აი ესეთი განტოლება მაქვს მოცემული 2x - 3-ის კვადრატი ტოლია 4x - 6-ის. მინდა რომ ამოხსნა. ახლა სანამ დავიწყებ ამის ამოხსნას, მოდი დააპაუზოთ ვიდეო და მოიფიქრეთ რამე არასტანდარტული გზა ხომ არ არის ამის ამოსახსნელად. იმიტომ რომ სადღაც კვადრატში აყვანა და შემდეგ მსგავსი წევრების დაგროვება და ასე შემდეგ, ეგ ნაცადი ხერხია, მაგრამ რამე საინტერესოს ხომ არ ხედავთ. იმედი ესწადეთ. ახლა მე გეტყვით რა არის აქ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც შეიძლება და შეიმჩნიათ. ეს არის ის, რომ 2x - 3 2x - 3 თუ მაქვს აი აქ, აი აქეთ ამ მხარეს მაქვს 2-ჯერ 2x - 3. ანუ ეს არის 2-ჯერ ეს. და მოდი გადავწერ და უკეთეს გამოჩნდება. ესე იგი აქ არის 2x - 3 კვადრატში და აქეთ არის 2 გამრავლებული 2x - 3-ზე. ხო? იმიტომ რომ 2 რომ გამომრავლო 2x - 3-ზე, მართლაც მივიღებ 4x - 6. ესე იგი მე სინამდვილეში მაქვს ესეთი საინტერესო მაგალითი. შემიძლია ახლა 2x - 3 აღვნიშნო რაიმე p-ი ვთქვათ. ვთქვათ p იყოს 2x - 3 და მაშინ ეს შემიძლია გადავწერო დროებით აი ასე. p კვადრატი ტოლი არის 2p-ი. ახლა რადგან ასეთი გამოსახულება მაქვს, ორივე მხარეს გამომოკლებ 2p-ს, მექნება რომ p კვადრატს - 2p ტოლი არის 0-ის. შემდეგ შემიძლია p გავიტანო ფრთხილებს გარეთ და მექნება რომ p ჯერ p-ს - 2 ტოლი არის 0-ის. აქედან გამომდინარე, ან p უნდა იყოს 0-ის ტოლი. ან p-ს - 2 უნდა იყოს 0-ის ტოლი, რაც ნიშნავს იმას, რომ p უნდა იყოს 2-ის ტოლი. აი ეს ორი ვარიანტი მაქვს, ესე იგი, ან p უნდა იყოს 0, ან p უნდა იყოს 2. ახლა მოდი ავდგეთ და ორივე მნიშვნელობა დავაბრუნოთ აქ. ანუ სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ 2x - 3 უნდა იყოს 0-ის ტოლი. ან მეორე ვარიანტია, რომ 2x - 3 უნდა იყოს 2-ის ტოლი. და ახლა გავყვეთ ამათაც. აქედან გამომდინარე 2x-ი გამოდის 3-ის ტოლი და x-ი ტოლი გამოდის 3 მეორედის ტოლი და აქედან გამომდინარე 2x-ი ტოლი გამოდის 5-ის და x-ი ტოლი გამოდის 5 მეორედის. აი ესე. ესე იგი ორი ვარიანტი გვაქვს, ანუ აი შუაში დავწერ კიდეც ან, აი ესე. და ეს საწყისი განტოლება ამოიხსნება, უბრალოდ ამ საწყისი განტოლების ამონახსნი არის აი ეს ორი რიცხვი.